ოფიციალურად ხაშურის ივერია მესამე ლიგაში ითამაშებს და რატომ არის ეხა ეს ამბავი აღსანიშნავი და ესე გასაჟღერებელი და სათქმელი პირველ რიგში რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩემი ქალაქის გუნდია ამ გუნდზე გული შემტკივა მიხარია მეამაყება და მეორე იმიტომაც რომ ობიექტურადაც რო შევაფასოთ უბრალოდ საერთოდ შეხება არ მქონდეს ხაშურთან და გამეგო ეს ამბავი მართლა გამიკვირდებოდა ვიტყოდი რომ ბრავო ამ ბიჭებს დაწყებული მეხუთე ლიგიდან რეგიონალური ფაქტიურად სამოყვარულო დონის ლიგიდან უკვე მესამე ლიგაში გაუჩერებლად ეს იყო უწყვეტი წარმატების გზა. ანუ არც ერთი სეზონი არ დაუყოვნებია ივერიას, ამოვიდნენ მეოთხე ლიგაში და გადავიდნენ მესამე ლიგაში ახლა უკვე შეჩერების გარეშე. და ეს ყველაფერი იმის ფონზე რომ კლუბში რეალურად არ არის არანაირი განსაკუთრებული რესურსი გარდა იმისა რომ ფონდი აფინანსებს როგორც ყველა სხვა კლუბს და 1-2 სპონსორი რომელიც რაღაც ქველმოქმედების სახით რაღაც გარკვეულ თანხებს რიცხავს. ეს ბიჭები და ეს გუნდი არიან ნათელი მაგალითი და ყველაზე რეალური მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას აბსოლუტურად ყველანაირი რესურსის გარეშე. მით უმეტეს ისეთ სამყაროში სადაც ყველაფერი გაჟღენთილია მატერიალიზმით და დღევანდელ რეალობაში თუ არ გაქვს ფული, თუ არ გაქვს საკმაოდ დიდი რესურსი იმისა რომ რაღაც სერიოზული შექმნა თუნდაც ფეხბურთელების რესურსზე მაქვს საუბარი, მაგრამ ამ გუნდმა ადგა და აი ამ მატერიალიზმით გაჟღენთილ სამყაროს აჩვენა რომ ფულის გარეშე ხანდახან შეიძლება მოვიდეს წარმატება. თუ კი გაგაჩნია ის რაც გააჩნია ამ გუნდს. და რა გააჩნია ამ გუნდს? ერთიანობა, სიყვარული, ვნება თამაშის მიმართ, გულშემატკივრის პატივისცემა, ერთიან ოჯახად და ერთიან მუშტად შეკვრა. ესაა ძალიან დიდი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა აჯობო საკუთარ თავს, გადაახტე საკუთარ შესაძლებლობებს. აჩვენო და დაუმტკიცო ყველას შენი თავი დაწყებული და გაგრძელებული გარშემო სამყაროთი, რომ ხანდახან ყველაფერი შესაძლებელია თუ კი სწორ გზას მიცემ შენ მონდომებას, შენ სურვილებს და შენ შესაძლებლობებს. აი ამ ბიჭებმა დაუმტკიცეს ყველას აბსოლუტურად ეს. არავის არ ჯეროდა, აბსოლუტურად არავის არ ჯეროდა ამის, გარდა ამ ბიჭებისა და ხაშურის გულშემატკივრებისა. ყველა ფიქრობდა, რომ ამ რესურსით არაფერი არ გამოვა, მაგრამ ამ ბიჭებმა ადგენდა საპირისპირო დაუმტკიცეს. გენაცვალეთ ბიჭებო, მეამაყებით და აბსოლუტურად ყველა ხაშურას უნდა გეამაყებოდეთ ამ ბიჭების და ამ გუნდის, ვინაიდან დღეს ხაშურის სახე არის ივერია. და ივერია აუცილებლად გაბწყინდება და უკვე ბრწყინავს, ეს უნდა აიღნიშნოს აუცილებლად. წარმატებული